თორაძეების საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სახელით მადლობას გიძღვნით მობრძანებისთვის. პირველი განყოფილება კი ეძღვნება ძალიან დიდი ქართველი და ებრაელი კომპოზიტორის იოსებ ბარდანაშვილის შემოქმედებას. მე გახლავართ იოსებ ბარდანაშვილი, ბევრი მისწრობს როგორც სოსო ბარდანაშვილს, ქართველი ებრაელი კომპოზიტორი, რომელიც უკვე დაახლოებით 30 წელია ცხოვრობს ისრაელში. საქართველოში ბევრი ფესტივალია, რამდენიც მე ვხედავ, მაგრამ ფესტივალი უდავოდ გამორჩეულია, სწორედ აი ამ ხაზით, რომ მიცეს ახალგაზრდა თაობას საშუალება ისწავლონ. უცხოეთში მიიღონ ის ფართო განათლება და როცა ქართველი მუსიკოსი ხდება მსოფლიო მოქალაქე, იცით ეს საქართველოს უშუალებელი წარმატება, უდიდესი წარმატებაა და ეს ნინოს აზრი, რომ მისცეს ეს შანსი ახალგაზრდობას წავიდნენ, ისწავლონ, მოისმინონ, შეხვდნენ. იცით ეს იხელა საჩუქარია. როცა ფესტივალის პროგრამა დგება, მე თვითონ გავხდით რამდენიმე წელი ისრაელში საკმაოდ ცნობილი თანამედროვე მუზეუმის, ვთქვათ, მუსიკალური თანამედროვე მუსიკის ფესტივალის დირექტორი. იქ ძალიან ხშირად ყველაფერი პარიტული არის და ამ შემთხვევაში ადგენ პროგრამას ისე რომ იყოს საინტერესო ფართო მსმენელისთვის. არა მარტო ვთქვათ კლასიკური მუსიკის მსმენელისთვის. შესაბამისად, აქ დაიბადა კითხვა რა შევასრულოთ. მე ჩამოწერე რაღაც გარკვეული სიანაწარმოებებს, გავუცანი ედიშერს. და ედიშერი მწერს ის საშა კურსანტია თქვა, როგორ სოსო ბარდანაშვილის კონცერტი მაქვს დასაკრაული და უნდა დავუკრავო. იცით რომ ეს დაახლოებით 30 წლის წინ დავწერე საშამ, როცა აიღო პრიზი ისრაელში, მე ახალი ჩასული ვიყავი და დავუწერე კონცერტი საფორტეპიანო, რომელსაც ქვია ესე ვთქვათ, როგორც სერენადა კონცერტი, ესეთი კვაზი უნა ფანტაზია, აი ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. და როგორც კი საშა გამოჩნდა, უკვე საკითხი მოგვარებული იყო, ესე იგი იყო საშა კურსანტია, ალექსანდრე კურსანტია, ჩვენი გენიალური პიანისტი ისრაელის ერთ-ერთი უსაყვარლესი პიანისტი უნდა გითხრათ. და უკვე საკითხი გადაწყდა, რომ იქნება კონცერტი. კონცერტი არის სამნაწილდელი. მე ძალიან მადლიერი ვარ ალექსანდრე საშა კურსანტიას, რომ წინვალის შეასრულა ჩემი ნაწარმოები და საზოგადოებას გააცნო ნაწარმოები, რომელსაც თბილისი ობიექტურად არ იცნობდა. ასევე მადლიერი ვარ დირიჟორს ნიკოლოზ რაჭველის, რომელმაც მართლაც შეძლო შეუძლებელი, ასე ვიტყოდ, ამ მცირე დროში მოემზადებინა ჩემი ორი დიდი ნაწარმოები და გიორგი ცაგარელს, რომელიც როგორც ყოველთვის საოცარი, ვიტყოდი, სახეა ქართულ მუსიკაში ძალიან გამორჩეული ბრწყინვალე ალტისტი. იცით, ჩემზე ამბობენ, რომ გიჟი პედაგოგი ვარ, ესე იგი, ხო? აი, ჩემზე გიჟი იყო ბატონი გოგული. რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? ეს იცით, აი, არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია, კაცმა ამდენი დრო დაკარგოს, რომ ვიღაც მოწაფის რაღაც პრობლემას კი მოუგვაროს, თქვა. თუნდაც ბინის იყოს რაღაც, ქირავი იყოს რაღაც, აი, არ არსებობს. და მის გარშემო ყოველთვის იყო ესეთი, აი, მოდიოდა ბატონი გოგული, მოდიოდა ჯარი მისოკარ, ეს იყო მისი თავდაცვა. ყველანი მისი სტუდენტები იყო. ეს არის ხელნაწერი ბატონი გუგულის, რომელიც წერს სტუდენტზე 1974-15 წელს, ესე იგი, მომცა ეს რეკომენდაცია. არჩევს ჩემს ნაწარმოებს, დამიჯერეთ, არც ერთ მუსიკოლოგს ისე არ გაურჩევია ჩემი ნაწარმოები, როგორც აი ამ რამდენიმე, თუმცა არც ესე მცირე ნამუშევარია, ნახეთ რამდენია ხომ. არავის ესე არ გაურჩევა, როგორც ბატონ გუგულემ გაარჩია. თანაც ახსოვს ის, რაც მე არ მახსოვს. იცით, აი ხო რომ ვკითხულობ, მიკვირს, საიდან ახსოვს ის ჩემი რაღაც პიესა ორი ვიოლინოსა და ხმისთვის. აი, ბოლოს წერს იოსებ ბარდანაშვილს, შესანიშნავ ახალგაზრდა კარგ მუსიკოს, კეთილი სრულებით პატივისცემი დავით თორაძე, აი 75 წელი, დიახ, ეს. მე მემაჩნია ეს არის საოცარი საჩუქარი, რასაც აკეთებს ნინო საქართველოს, რასაც აკეთებს თორაძეების ოჯახი საქართველოს.